დღეს სოფელ უდეში ანთიმოზივერიელის სახელობის დღესასწაული ზეიმეს. სპეციალურად ამ დღისათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მომლოცველები ჩამოვიდნენ. სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ მაღავლინა. ეს არის წმინდა ანთიმოზივერიელის ხსენების დღე. ეს არის უდიდესი წმინდანი ადამიანი, რომელმაც შეძლო რომ საქართველოს სახელი ძალიან შორს საქართველოს ფარგლებს გარეთ გაეტანა და ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ იყო ქართველი და თუ კი სადმე მოიხსენიებოდა ის ყოველთვის ცნობილი იყო, რომ ის იყო საქართველოდან. ყოველი წლის 26 ივნის დღესასწაულის უდეში ზეიმს სათავე 2005 წელს რუმინეთის საელჩოს მიერ დაედო. სწორედ რუმინეთში აღმოჩენილი მასალებით დადგინდა, რომ ანთიმოზივერიელი მესხეთიდან კერძოდ სოფელ უდიდან იყო. ამიტომ ადგილობრივებს ეს დღესასწაული განსაკუთრებულად უყვართ. ულოცავ მთელი ადიგენის რაიონის მოსახლეობას ანთიმოზივერიელის დღესასწაულის დღეს მრავალს დაესწრონ სიტყვოსი ხარული ქონებოდათ ოჯახებში და ის წმინდანი გვფარებდეს, რომელიც უდიდან იყო, ანთიმოზივერიელი უდიდან იყო და მისი ფარველობა არ მოაკლოს ჩვენ მოსახლეობას ღმერთმა. ეს არის უდიდესი დღესასწაული უდისთვის, რადგან არის გადმოცემა, არის ლეგენდა, რომ ანთიმოზივერიელი იყო უდიდან. და საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეს დღე უდეში დაწესდა წმინდა დღესასწაულად. კიდევ ერთხელ ულოცავ ყველას. როგორ ჩაიარა სახალხო დღესასწაულმა სოფელ უდეში, ამას 22 საათსა და 30 წუთზე ექოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებიდან შევიტყობთ.